მეგობრებო, ესე იგი, მე ხომ აქვს დუშკაბინა აბანოში დღეს გეკმა ხმაურს მეშლება ნერვი რომ კაბინა ჩამოუხეხო მაგრად რა სითხით არ ხეხავ სიფის კრემი სპეციალური ხსნარები ის და ერთი დაბანაა და მეორე დღეს ისეთი ახლა ხანს მასწავლეს ლიმონი და სული ხოდა ჩავაწურა ახლა ლიმონს ჯდება ჭუჭყი თორემ ხშირად კი არა ყველა მეორე დღეს ან მესამე დღეს მაინც აუცილებლად ჩამოვხეხავ ყოველ დღე ვერა იმიტომ რომ ყოველ დღეაც შეიძლება მეცალოს ან რამე ხო ხოდა გამაწამა ამან რასაც და ეხლა რადგან ეს მასწავლეს მინდა ვცადო ნახოთ რა გამოვა დღეს ჭხილებზე ხომივდი მინდოდა წასვლა რადგან ვეღარ წავედი მოდი ამ ჭხილებს რაც მაქვს შევწირავ ამას ისე რომ კუთხე კუნჭულიანად ჩამოვხეხო კარგად კაბინა თორემ დანარჩენები კი მაქვს გახეხილი და გასუფთავებული ხო ჩავაყრი ახლა სოდას ერთი კოლზიო მაგრამ მეც ჩავაყრი იყოს აი ნახეთ ახლა გახეხილია დღეს მესამე დღეა რაც არ გამიწმენდია და უკვე როგორია კი სველი არის ახლა ამირან მაიბანამა მაგრამ მე რომ მინდა ისეთი სუფთა არ არის და ყველა დღე ნამდვილად არ მიდის ამაზე ხელი ამიტომ მინდა რომ ერთ სამ დღეს მაინც გაძლოს მეთქი და ეხლა ცდი ამ ხსნარსაც დავხეხავ და გაჩვენებთ მერე აბა სულ დავსველდები ახლა ალბათ ნახოთ აბა შედეგი ჩამოვხეხე მეგობრებო მაგრამ აბა ნუცბარემ სულ არ სველი სულ ეხლა წავიდი და გამომიცხოვრა თორემ დავიყარა მეგობრებო ხელი ხომ ისედაც მტკიოდა და ეხლა თუ უარესად არ ამტკი მინემ რომ რჩევა მკითხოს რომ კაბინა როგორია აბანოში მქონდეს თუ არაო მის თქმამდე მე დავამთავრებ არ გირჩევ მეთქი ან კიდე თუ რამე ისეთი ფერის არის რომ ღირს არ ვიცი და მე როგორც მაქვს ეს არის საშინელება დღეამდე იცან უნდა იწვალო ერთს დაიბანებენ და იგია ნახავ ერთი ახანამდე ხანს გაძლებს დავიხარ თან ცხელა ცოტას დავისვენებ და მერე რა ვიცი კიდე რა მომაფიქრდება წყალია წყალს ვაღო საჭმელი რომ ჭამე მერე ვიცი თბილი წყლის დაყოლება სარეცხით სასაკრეფი მაქვს თეთრეული მაქვს გაფენილი ნაწილი ჩანს ნაწილი დაახვია ქალმა ცოტას თქვენთან ერთად ვიჭორავებ და მერე ავიღებ მაგასაც მე მაქვს რამე ას ვხედავ რაღაცას ვხედავ შორს თითქოს აურა ახმაურმა ხომ ტვინი წაიღო მთელი დღეა რომ მქონდა ეს გეგმაში რომ გავაკეთო სანამ არ გავაკეთე ვერ მომისმენა ხო ინგა გამოეწერა მეგობრებო კარგად არის ეხოც გადაურეს ამ წუთას აქ არაფერს მნიშვნელოვანს ვერ ვხედავთო მოხვალო 10 დღის მერეო და ისევ გადაიღებ ეხოს გადაამოწმებო და სულილი გექნება ისევ ჩვენთან გააგრძელებ სავარაუდო ვირუსია ალბათო სავარაუდოდ ვირუსი იყო ესო და
ხედავთ ამ ვირუსის აღმოფხვრას. თუ თქვენ გექნებათ სურვილი, თქვენი ნება. დავფიქრდები უთხრა და დაფიქრდება იქამდე დრო არის და გადაწყვეტს მერე სად წავიდეს და რა გააკეთოს. თავარია რომ კარგად. აქ ხედავ ხა როგორც აი პროვოკულები ხედავ აქ შავს და შავი კი არ მაქვს. ახლოს მომიდივა. მაქვს ისი ამოშავებული ეს ადგილი. აი ჩემი მხედველობით აქ შავი მიყრადებს. ცოტა ამიშვა ჩხილები, მაინც გასაკეთებელია. ვაკეთაც ცოტა. მოვიშორებ ამას ხვალე, ნახოთ. ისედაც არ მინდოდა ამ სიგრძე და თან კიდე ძალიან გასვლილია და ასეთი არც ჰიგიენურია და არც კომფორტული ჩემთვის. ნამდვილად. აი საბოლოო ჯამში კი დავალაგე. დამხიხე მართლა დალაგებული და გაწკრიალებულია, მაგრამ აი რომ ვამბობ რომ არ მაქვს გაკეთებული სათავსოები, რემონტი არის, დალაგებულია და წკრიალებულია, აი ნახეთ, ყველაფერი დალაგებულია. მაგრამ აი სათავსო რომ არ მაქვს იქ ყუთი რომ თავისი კუთხე რომ ყველაფერი ჩაალაგო და ასე არ მქონდეს. კი მოხდათ დალაგებული, მაგრამ არ მომწონს. იქ ეს გამოვიწერე და კი შამპუნები და რაღაცეები, მაგრამ აი არის რაღაცეები რომ მეზედმეტება, რაღაცები ზედმეტი. გაშრაკავ რომ ნახოთ, კი რა შედარება. აქ ჯერ სველია ცოტა. რა შედარება, კი გაპრიალდა, მაგრამ ნახოთ რამდენღან გაძნობს. სუფთად კი მაქვს, დალაგებულად კი მაქვს, მაგრამ ზედმეტადაც მაქვს. მითხარით ხალხო ერთი დღე მოწესრიგებული ყოხდათ ლამაზად დაგვენახია. სულ ასე სახლის ფორმით და ასე გაწეწილით მივით, ნუ დადიხარო ვერ მეტყვით. აი სადაც წავედი, სულ გარბენილი წავედი. რა ვიცი ახლა. სულ ასე მიწევს მე. სარკის წინ ვიჯდე და თავი კარგად კი მეგობრებო გითხარით რაღაც ნივიას კრებს და რაღაცებს კი ვსარგებლობ როგორ არა ხა ისე ჭრება მართლა მაგრამ არ მიყვარს ჩემი თავი ასე გამოდის რომ სარკის წინ ვიჯდე და ჩემ თავს უფრო მეტ ყურადღებას უთმობდე ამას არ ვაკეთებ ეხლა როგორ მაქვს თვალები ნახეთ დაბრეცილი მეძინება და არც ვინმე არ მეშლის დავიდე და დავიძინო არ ვიცი მაგრამ საათი არის ხო 6 ხდება და რაღა დროს ძილია რატომ მეწყება ეს ასე სულ მეძინება არ ვიცი რაღა დროს ძილია 7-ისკენ თუ მოვიდა სახლში და თია მოვავლეთ ყავას თუ არ მოვიდა მარტო მეზარება სანამ ამირანი გაიგუძებს მერე რა ვიცი რაღაცას იმას მიმხედავ არ ვიცი მეგობრებო აი ძალად ვაკეთებ ყველაფერს ხონთ მართლა ეხლა მინდა სეტკა გავწმინდო ბადე იმის გარეთ გასასვლელ კარზე ბადე რომ იკეთია ეს მინდა გავხეხო აი ხედავ ახლა აქედან რომ დამტვერილია ვერა ფიქრობ აღარ მაქვს მაგის ძალა ხვალ ზოგადად არ ვარ ასეთ შემიძლია ერთ დღეს რომ დავიწყე ბოლოში გავიდე მაგრამ არა ამ გადაღლამ ისე ნერვულობამ ისე გადამღალა რომ აი ძალით რომ სულს დაათრევდა ისე ვარ ვენტილატორი მიდევს აქეთ და ორჯერ გამოვიყენე წელს კონდიციონერი საერთოდ ჩამირთია და ზოგადად რომ ვფიქრდები
ყიდვები გვიყვარს და დიდად გამოყენება არა. ეს კონდიციონერი რისთვის მქონდა მაშინ იცით? სანამ გაზს შემოვიყვანდი, ამ სამზარეულოში ვიყავით ძირითადად და აქ მქონდა უფრო ეს მეტლახი დაგებული, კედელი გაკეთებული, ჭერი გაკეთებული და აქ ვიყავით ძირითადად, ტელევიზორიც აქ მქონდა. მისაღები ოთახი იყო ისე რემონტის გარეშე. საძინებლებში მქონდა სპალნები. და აქ რომ ჯდებოდით სითბოსთვის დავკიდეთ ეს კონდიციონერი. სითბოსთვის სარგებლობდით, ზაფხულში მდგურები სარგებლობდნენ. მე აქა რომ შემოვიბარგე იმის მერე რამდენი წელი არ მახსოვს. 4 წელი ალბათ. ანუ რომ შემოვიბარგე და რაღაც რემონტები, ცოტა რემონტები რომ გავაკეთე. იმდენად პირველი მგური მახსოვს. იყო გიგა რომ გახდა 25 წლის. არა. პირველი მგური მყავდა გიგა რომ გახდა 15 წლის. კი, იმიტომ რომ დედაჩემი შეპირებული იყო, შვილიშვილები რამდენიც შვილიშვილები მხოლოდ. რამდენიც მომესწრება მათი 15 წლის თავი, უნდა გადაუხადო და თავისთან იხდიდა სახლში, მაგრამ მე რომ ყველა აქეთ წამოვედით, გიგასი აქ ჩემთან სახლში გადავიხადეთ. გელასი ჩემ ძმასთან გადავიხადეთ. ასე რა ვიცი, ზოგიერთი სახლში, ზოგიერთი დედასთან, ასე მივიყავით და გიგასი რომ იყო 15 წლის და გიგას დაბადების დღე გადავიხადეთ, მე სახლში მგური მყავდა, ერთი გოგო, ექიმი თბილისიდან. მაშინ როგორ იყო? ეს გოგო აქ ამ კორპუსში იყო ნამყოფი. პირველ სართულზე ჰქონდა ნაქირავები და მეორე წელიწადი იყო თუ მესამე არ ვიცი. ამ გოგომ დაუკავშირდა იმ ბინის პატრონს, რომ მინდა კიდე თქვენთან ჩამოსვლა და მიმიღეთო და ამ მეპატრონეს, ბინის მეპატრონეს უკვე გაქირავებული ჰქონდა. და იმ გოგომ ითხოვა, რომ არ დამტოვო გარეთო, გთხოვო, იქნება მომიძებნოთ თქვენო და მითხრა იმ მეზობელმა მე ვთხარი ჯერ ისეთი რემონტი არ მაქვს გაკეთებული, არ მაქვს თქვა რაღაცეები და აბანოში მქონდა მარტო ტიტანი და ვანა იდგა, კი სარკე რაღაც იყო, მაგრამ რემონტი არ იყო, კაფელი მეტლახი რამე არ იყო, მაშინ გაზიც არ გქონდა ჩვენ. არ მქონდა ის კომფორტი, რომ მდგური ამეყვანა. და უარი ვთქვი, მაგრამ მე იმ გოგომ შემოთვალა ისევ, მე ერთ ოთახს ვითხოვდა მხოლოდ დაბანას, რომ დანარჩენი მე ძირითადად ვიქნები გარეთ. მივიღეთ მე ის გოგო და ზუსტად იმ დღეს, ამით გამახსენდა ეხლა, რომ ზუსტად იმ დღეს, როცა გიგას დაბადების დღეს ვიხდიდით, ეგეც ნათქვამი მქონდა, რომ მე აქ ხალხი მეყოლება და იმ დღეს არ შეგაწუხოს მე ჩემო ხალხმა ეს სტულიანობა მექნება მეთქი და არ არის პრობლემაო, მეო დილასო გავალო და საღამოს მოვალ ავიღებ ბარგს და წავალ. ის ბოლო დღე იყო ჩემთან. და პირველი მდგური მაშინ ყავდა, მაშინ დავიწყე უკვე ბინის გაქირავება. რა როგორ უნდა გამეკეთები, რა როგორ უნდა ამეყვანა, მე ეგეც არ ვიცოდი და აქედან მივეჩვით და მე აქ იმდენი მყავდა ხალხი და საღამოს შემოირბინა. მე მაშინ რა ვიცი ძალიან იაფად გავაქირავებინა და ჩვენც ცხოვრობდით ამო და ის ერთი ოთახი დაუთმეთ მას. გვიან ღამე მოდიოდა, იძინებდა, დილას გვიან იღვიძებდა, გადიოდა, მაგრამ მე აქ როგორც ყოველთვის ეხლაც, მაშინაც ასე ვფუსფუსებდი და მე რა არ ვიყო მდგური, რასაც ვაკეთებდი, ასე ხაჭაპურს თუ რაღაც ტკბილეოს თუ რაღაც, ასეთებს ჭამდა და საჭმელს არ ჭამდა აქ.
იმასაც ისე ნაკლებად ჭამდა, უფრო ხან დიეტაზე იყო თუ რაღაც, მაგრამ ასე ჩემს ერთად ვეხვეწებოდი და ჯექი ხან ყავა დავლიოთ, ხან რაღაც და ძალიან კარგი გოგო იყო, მართლა. ისე მოუშინავდით. არ მახსოვს რამდენი ხანი მყავდა, ერთი კვირა, 10 დღე თუ რა, არ მახსოვს, ნამდვილად არ მახსოვს და იმ დღეს ბოლოს დაბადების დღეზე, ბოლოს რომ შემოვიდა, მისი მეგობარი გოგო მოიყვანა, დაგვემშვიდობა, ჩემ ყველა სტუმარს დაემშვიდობა და გიგასაც მახსოვს ფული აჩუქა, აღარც მახსოვს რამდენი, 50 ლარი მგონი, ერთყვილი არ გამომივიდეს, ცოდვა, მართლა არ მახსოვს რამდენი, გიგას ფული აჩუქა და წავიდა. მერე ჩემთან აღარ ჩამოსულა ის. მერე იყო ის წელიწადი აღარ გამიქირავი და მეორე წელიწადი იყო. მაშინაც ისე მივიღე, ერთი კაცი იყო მხოლოდ. რაღაც ბულვარში რაღაცაზე მუშაობდა, ну თვითონ ფიზიკურად არ მუშაობდა. რაღაც მენეჯერი იყო. რესტორნებში დეგენში მუშაობდა მენეჯერად და განცხა ხო და მაშინაც რომ გავაქირავე, მაშინ მივიცი 2 თვე. აურა ამ ხელშველება ხმავს მართლა აღარ ვიცი. ეხლა ვიხჩობი რომ კარი დახურული მაქვს და მაინც ხმა. მერე გავაქირავე და წავედი ჩემ დასთან ერთი თვე ჩემ დედაჩემთან სოფელში. აღარ ვაკეთო მეგობრებო, აღარ ვიცი. მაინც შემოდის ხმაზრი არ აქვს. ხო ეს ფული ამ სადამიდიოს აქ. და აი ის მდგურით უკვე დავიწყე რაღაცების შემომატება სახში და მაგიტომ წვალობდი ნამდვილად. იცით რატომ? კი, ვაქირავებდი, ფული შემოდიოდა, მაგრამ მე ხომ არ მქონდა სხვა ბინა რომ წავსულიყავ. ის ერთი წელი დედაჩემთან და ჩემ დასთან ვიყავი, მაგრამ აქეთ ჭირდა, ჩემი ქმარი ხომ მუშაობდა. და ძნელი იყო ხანსად უნდა მისული. რა გავაკეთო? ჩემ ხმას ფარავს იმხელა ხმა აქვს. ხან სად მიდიოდა, ხან სოფელში ამოდიოდა და ასე გავიტანეთ ის 1 თვე, 2 თვე. მერე ცოტა რაღაცეები ამ გაქირავებით შემოვიტანა თანხა, შემომივიდა თანხა და რაღაცეები გავაკეთე და მერე ვაქირავე კიდევ 3 წელი სეზონურად. მერე რომ მე ვაქირავებდი, თქვათ, ну ზოგადად ვაპარაკობ. თქვათ 100 ლარში თუ ვაქირავებდი, მე ვქირავდი ისეთ ბარაკის სტილს, რაღაც ძალიან იაფად, თქვათ 30 ლარში დღეში, ისე რომ ღამე გაგვეთელია, მეც მუშაობდი, ჩემი ბიჭებიც მუშაობდნენ, ამინაიც მუშაობდა და ღამე ვიძინებდი მხოლოდ და ეგ იყო. და რაღაცები მართლა ამ გაქირავებით მაქვს ნაკეთები. მე რომ მაშინ ავად გავხდი, მაშინაც ვაქირავებდი 1-2 წელი მერე ის წელიწადი არა და მერე 1-2 წელი რაღაც ერთი თვით თუ ავიყვანე თუ რაღაც დღეებით არ მახსოვს და იმის მერე всё აღარ ამიყვანია და აღარ ამიყვანია წლებია აღარ ვაქირავებ, იმიტომ რომ ჯერ მეც ვეღარ გავწვდი. ეხლა 3 დღით გავაქირავებ, გახვალ, მერე მოხვალ, ეს უნდა ყველაფერი დაალაგო თავით ბოლომდე რომ ახალი მიიღო, მერე გავუშვებ, მერე მოხვალ, 3 დღით სხვაგან ვერ იქირავებ. შენც უნდა იარო იქით-აქით და ძალიან გავწამდით. კი, როგორ არა. ყოფილი ვიყავი რომ ბინას რაღაცები შევმატე. ჩვენ აქ რომ პირველად შემოვედით, მხოლოდ კარტაში შემოვედი, მეტი არაფერი არ იყო აქ. მაგრამ მეც რომ ნაქირავებში ვიყავი, ოღონდ ჩემი ყოფილიყო და იმ კარკას ვინჩიოდა. ასე ამინაის მუშაობით, მეც მუშაობდი და ამ გაქირავებით რაღაც ცოტა წინ წამოვიდეთ.
ეხლა უნდა მოუცადო, ჯერ იმან იხმაუროს და მერე მე ვილაპარაკო, სხვანაირად არ ხო და მე უარი ვთქვი, რომ ეხლა უფრო კარგი ფასები აქვს ბინებს, ან მეზობელს $700 აქვს გაქირავებული იქით. მართლა კარგი ფასები აქვს, მაგრამ მე აღარ მაქვს იმის უნარი, მე რომ ეხლა ცალკე ბინა მქონდეს, მაგალითად, ჩემთვის, მაშინ კი, ამას თქვათ, მოვაწესრიგებ ყველანაირად, გავავთ იქით ვიცხოვრებთ და ამას გავაქირავებ, მაგრამ მე იქითაც, აქითაც ვირბინო, კი მხედავთ მეგობრებო, მართლა სულ წუწუნო, ხან ეს მტკივა, მართლა არ მაქვს მაგის უნარი და თავს ძალას ვატან, რომ არ შემემჩნეს, მაგრამ მაინც მიწევს თქმა და თქვენც დაგღალეთ ასეთი საუბარით, მაგრამ არა, ვეღარ შევძლებ და მაგიტომ თქვით უარი ბოლოს. მე ეხლა ბრძალიც რომ მოვიყვანეთ სანამ გელა თბილისში წავიდო და ამდენი ერთად ხოლმე წახვიდოდი სადმე მაგის გამო თქვით უარი და ნუ ასე და მე რომ ერთი თქვით არა და არა მივედით ისე რომ არა და აღარ გამიქირავებია უკვე რამდენი წელია ხო და რასაც გავაკეთებთ ერთიანად რაც იქნება საშუალება ისე და ვეღარ ვიწოწელებ იქით-აქეთ ნამდვილად კი ეხლა მართლა ძნელია მე რომ ვეღარ მუშაობ და მარტო გიგა რასაც მუშაობს ეხლა ეს ტატუ ისეთი კი არ არის რომ ამით თქვათ არჩინო ჯახი აქ შენი ფული გეკნება ну რაღაცას ცოტა შემოიტანო ჯახში და ეგ ამით ახლა წინ წახვიდე და რამე გააკეთო ვერ გააკეთე და ამირანზე რომ ვართ ძირითადად ახლა გიგა ჩვენზე დამოკიდებული ნამდვილად არ არის ლაპარაკობ რას იცით რომ გიგასაც სახში შემოქონდეს ამდენს ვერ იმუშავ ვერ აკეთებს და მაინც გამოდის რომ მე ამირანზე ვარ დამოკიდებული და რთულია ახლა ერთმა კაცმა აკეთო ამდენი რამე და გიგა ჩვენ არაფერს არ გთხოვს თავის თავს უყურებს თავის შვილს უყურებს და აქაც კიდე ვერ მოვთხოვთ რა თავისითაც მოგხედავს მაგრამ არ არის ისეთი სამუშაო ეს სტატუ ნამდვილად არ არის და მე ვნახოთ თუ რამე შეცვალა სხვა სამსახური ნახა და თუ რამე ვნახოთ როგორ აიქნება ჯერჯერობით ასია რატომ თქვი ახლა კონდიციონერს მოვაყოლე მეგობრებო და ასე რომ ზაფხულში მე არ ვსარგებლობ ამ კონდიციონერს მე ძალიან მტკენს თირკმეს ეს რომ ჩავთ არც არ მინდა ყელი უშრება მიხჩობიო იტყვის არ მინდა ცხენით ჩემნიაო მე თირკმელებს ეს გიგა ისედაც არა სახში რომ მოდის თუ მოვა ძინავს თუ არა და ისეც არ არის სახში და ასე მიდევს ტყუილა რა რატომ თქვი ნივთები მაქვს რაღაცები რომელსაც არ ვსარგებლობ მეთქი ეს ვენტილატორიც იშვიათად რომ მაგალითად გამოვიყენო იშვიათად ესეც გელა რომ წავიდე ხო მეგობრებო შევწყვიტე ვიდეო წევან ბოდიშით რას ვამბობდი ვენტილატორი მეთქი გელა რომ წავიდა თბილისში მისი ნაყიდი იყო და დატოვა არ წაიღო და ასე შემომჩა მეთქი ანუ რასაც ვამბობდი ეგ იყო და ნათია მყავდა ყავა დავლიეთ შევირგეთ ვიჭორავეთ ვილაპარაკეთ რაღაცები გავიხსენეთ კარგით მეგობრებო ეხლა ამირანიც გაიღვიძებს მივხედო 9:30 უკვე საათი დღესაც ასეთი საუბარი გამომივიდა თქვენთან გულწრფელი გულითადი საუბარი და დაგემშვიდობებით მეგობრებო მშვიდობი აღამეს გისურვებთ ხვალ დილამდე